მეგობრებო, მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავიღებთ ვიდეოს, სადაც განვიხილავთ გენო პეტრიაშვილისა და ტაჰა აგულის შეხვედრას 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი პარიზი. ნახოთ ფინალი. აქ მე მგონი გენოს ყავდა დამარცხებული ერთხელ, არ ვიცი 2016 წლის ევროპაზე ერთმანეთს გადაიყარნენ და გენომ დაამარცხა ტაჰა პირველივე ეტაპზე, ანუ საკვალიფიკაციოზე, არ მახსოვს სოფლიოზე შეხვდნენ თუ არა 2016 წლის. და არ ვიცი მოკლედ, მაგრამ აქ რო გენო მოუგებს ეს ყველამ კარგად იცის და ლეგენდარული ტიტანის ბრძოლა. აქ ნახეთ რა კარგად შევიდა ფეხში, მაგრამ აქ ნახოთ როგორ ჩაყვება და თუ ესეთი ტიპის ვიდეოები მოგწონთ, დალაიქეთ და დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. რახან უფრო მეტი ესეთი ვიდეო გადავიღო და გადავიღებ, არ მაქვს პრობლემა. თუ გინდათ კალათბურთის განხილვები, თუ გინდათ ფეხბურთის განხილვები, თუ გინდათ ძიუდოსი, თუ გინდათ თავისუფალი და თუ გნებოთ ბერძნულ მომავლის წით, ანუ სპორტის მიმართულებით ნებისმიერი განხილვა იქნება ჩემგან შემოთავაზებული თქვენთვის. კარგი გამოხმაურება არა, მაგრამ კარგი ნახვები აქვს ფრანკ ჩამიზოსა და ტუნა ბაირამოვის შეხვედრაზე, რომელიც იყო ერთ-ერთი ისეთი შეხვედრა, სადაც ძალიან ის იყო გამოხმაურება ქონდა ამ შეხვედრას, თუმცა ჩვენგან არა ისე ამბობ, ამ შეხვედრას ქონდა გამოხმაურება და ამიტომ გადავიღე. გენოს პეტრიაშვილის სამგზნელი მწვრთნელი ნუგზარსხიდელი, რომელიც ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყო და გენო მანგაზარდა და რა თქმა უნდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც მისი გაზრდილია და ბევრი, მაგრამ ასე ცნობილი და ოლიმპიური ჩემპიონები გენო და ვლადიმერი. სამწუხაროდ ის ვერ მოესწრო გენოს ოლიმპიურ ჩემპიონობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ იამაყებდა, რომ დაენახა, რომ გენოც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. არ ვიცი გნებავთ თუ არა ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და რეი ჰიგუჩის ფინალის გადავიღო. მე ვთქვი, უნდა მოგეწონოთ ეგ ვიდეო რეი ჰიგუჩი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ასე შემიძლია ჰაჯი ალიევის თუ ტურა ბაირამოვი და ფრანკ ჩამიზოს ვიდეოში ვამბობ ალი ჰაჯიევს, მაპატიეთ ჰაჯი ალიევი არის. ჰაჯი ალიევისა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეოთხე ფინალის ვიდეო თუ გნებავთ 57 კილოგრამში ოლიმპიადის მეოთხე ფინალზე საუბარი. ძალიან კარგი იქნება. აბა ვნახოთ ახლა გავაგრძელებთ ყურება. ეს არის გენოს პირველი მსოფლიოს ჩემპიონობა და ამის შემდგომ სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ 2018-ში ნურ-სულთანში და ნურ-სულთანში არა მოვედით, მე მგონი ბუდაპეშტი იყო, არ მახსოვს ზუსტად და ნურ-სულთანში გახდა შემდეგ ჩემპიონი 2019-ში. 2020-ში როგორც ისეთ კოვიდი იყო და ამის გამო არ იყო თავისუფალში მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი ამის გამო ასე ვთხით, იმიტომ რომ მსოფლიოზე ბევრი შტამი იყო შემოსული კოვიდის გამო და ევროპაში მაინც ერთი კონტინენტური იყო და იქიდან ძალიან ბევრი ინფექცირებული, მაგალითად ჩინეთიდან დაიწყო როგორც ისეთ ეს ყველაფერი და ამაზე ლაპარაკებს მოგიყვას, მოდით არ გვინდა ამაზე საუბარი. ოლიმპიურ წელს გენომ როგორც ის ფინალი ძალიან დასანანად გეიბლ სტევსონთან წააგო. აი ახაც ნახეთ და კარგად შევიდა და აქაც აუღებს ქულას. გეიბლ სტევსონთან, რომელთან კარგად იჭიდა და ბოლო წამზე ის ინციდენტი რაც მოუვიდა სამწუხაროდ. მერე იმ წელსვე ოსლოში, ნორვეგიაში იჭიდავა გენო ფინალი ამერ ჰოსეინ ზარესთან, რომელიც დათმო, თან ძალიან დიდი ანგარიში დათმო, არ დაუთმია დიდ ბრძოლაში. შემდეგ იყო 2022-ის ბელგრადის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, ნახევარფინალში დამარცხება მუნხტურთან, მონღოლთან და მერე ბრინჯაო აიღო იმ წელს გენომ პირველი ბრინჯაო არა, მაგრამ ამდენი წლის მერე ფინალი არა. შემდეგ ისე ფინალში დაბრუნდა ბელგრადში 2023-ის ფინალში გავიდა, სადაც აქაც ამერ ჰოსეინ აბაზარესთან ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდა და 2000 მისი ბოლო ჩემპიონატი იყო 2024-ის ოლიმპიადა ევროპაზე ტაჰასთან წააგო, ისევ ტაჰა აგულისთან წააგო ფინალი და შემდეგ ოლიმპიადაზე დაამარცხა ფინალში ამერ ჰოსეინ აბაზარი და ასე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. იმ წელს რომ ზეჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატი მაინც აღარ იყო
იმიტომ რომ ჩატარდა არაოლიმპიური წონის კატეგორიებში მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ბერძნულ-მოლში, ისე თავისუფალ სტილში. აქ ხედავთ, რომ 4-4-ზე გენოოგებს ბოლო ქულის წყალობით, როგორც თავისუფალი წესი არის, ვინც მეორე ქულას აიღებს ფრეზე ის იგებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ტახაგულს 4-ქულიანი გდება ქონოდა შესრულებული, ამ შემთხვევაში უპირატესი აგული იქნებოდა გენოსთან, იმიტომ რომ 4-ქულიანი როგორც ვთქვათ, ყველაზე დიდი ფაქტორი არის აქ ფრეზე. აი აქ ნახეთ რა კარგად ეჭიდავება გენო, აქ გამომარტყავს მეორე ფეხში და ახლა ეს მეორე 2-ქულიანი აუღო. ნუ ეს შეხვედრა არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რაც თავისუფალ სტილით ჭიდაობაში უნახავთ. ესეთი შეხვედრები, როცა მძიმე წონაში ხდება, არის ალბათ ყველაზე მოულოდნელობა და ესეთი მაგარი შეხვედრა გენოს და ტახას ერთხელ კიდე ქონდათ ნურ-სულთანში 2019-ში. ისიც ძალიან ტახაგულს და გენო პეტრიაშვილის ძალიან მაგარი შეხვედრა იყო ისიც. მაგრამ ამ შემთხვევაში ის ტახამ აგულს 4-4-ზე მოუგო გენომ იმ შეხვედრაში თუ 6-6 არ მახსოვს ზუსტად და ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. იმის მერე ნუ ევროპაზე სამწუხაროდ ტახა აგული ძალიან ბევრჯერ გვიგებდა გენოს როგორც ის ერთხელ აქვს ევროპა მოგებული და 10 ჯერ აქვს ბოლოს და ბოლოს ტახა აგულს მოგებული და ამათიდან ალბათ ძალიან ბევრჯერ არის გენო დამარცხებული ტახა აგულთან. აი გავაგრძელოთ ეს მეორე მეოთხე 4 წუთი არის და ნახოთ რა მოხდა. ტახა შევიდა, გენომაც დაუჭირა ფეხი და ძალიან კარგი იყო და აი ნახეთ ტახამ გადააგდო 2 ქულაზე. გენოს მისის 2 ქულა. ხო, 8-4-ია და ტახა აგული შემდეგ 8-8-ს გახდის ამ შეხვედრას. ძალიან მაგარი შეხვედრა იყო, კიდევ ერთხელ ვიტყვით. 2 ტიტანის ბრძოლა იყო, არ ვიცი. აი 8-6 არის მაგალითად გადახვევა ეხლა ტახა აგული შევა. მალევე ძალიან 8-6 გახდება. არ 8-6 გახდება ეხლა და აქ დაიძაბება, იმიტომ რომ როგორც ტრიალზე არც ერთი სპორტსმენი არ სჭიდაობს ამ ორი შეხვედრაში. ვიცით რომ ტრიალი ძალიან იშვიათია, ნუ ძირითადად ტახა აგული თუ გააკეთებს ტრიალებს გენოსთან, როცა გენო ფორმაში ვერ იყო. თორე ეხლა ტახა აგული ევროპის ჩემპიონი 10 ჯერ არის, მსოფლიოს ჩემპიონი დორწები ერთხელ თუ ორჯერ. ოლიმპიური ჩემპიონიც არის რიოში, სამწუხაროდ გენოს რო არ წაეგო ირანელთან, აუცილებლად პირდაპირ ვიტყოდი რომ ფინალში ტახასთან კარგი ის ქონდა ბალანსი და მოუგებდა. მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც სურთ და სამწუხაროდ აი აქ თავისი ილეცე მოყვება და შემოულის აგული ძალიან მაღალი დონე არის ტახა აგულიც. და უკვე იყო, იმიტომ რომ ორივე სპორტსმენმა დაანება კარიერას თავი, მაგრამ გენო პეტრიაშვილს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ სპორტიდან წავიდა. აი ტახა აგულმა კი ოლიმპიადის 2024 წლის ოლიმპიადაზე გაიხადა ეგრეთ წოდებული თავის ფეხსაცმელებს ასე ეძახიან ბარცოკები გაიხადა და დატოვა ტატამიზე და დაეგვი მშვიდობა და ეხლა ფედერაციის პრეზიდენტია თურქეთის საჭიდაო. ნუ ის თავისუფალი ჩათვალეთ რიზა კაილავია, ვინც იცით რიზა კაილავი მე-13 ჯერ გახდა. აი აქ შეხედეთ 10 თროა მეგობრებო, ძალი სად მოაყოლა. ვინც იცით რიზა კაილავი 13 გზის სოფლიოს ის ევროპის ჩემპიონია, მსოფლიოს ერთხელ არის, მე მგონი თუ არ ვსწრები. მსოფლიოს ერთხელ არ ვიცი. 13 გზის მსოფლიოს ჩემპიონი არის რიზა კაილავი და ტახა აგული არის მძიმე წონის 10 გზის ჩემპიონი და ნუ არ ვიცი. აი აქ შევიდა და სად დაუჭერს ფეხს. ახლა მსოფლიოს ჩემპიონი.
ეს იყო და ეს მეგობრებო, მე დაგემშვიდობებით ამით. თქვენთან ერთად ვიყავი, რა თქმა უნდა, ვატო. აი ამ კადრებს ძალიან მაგარი კადრებია. 10-ით რომ მოიგოგენო და აბა შემდეგ ვიდეომდე და ნახოთ რა ვიდეო გადავიღო შემდეგ. აბა კარგად.